ჩვენი მიზანი არის რომ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებზე არ ლაპარაკობს. თვითონ და გადაწყვეტილების მიემღებ ბიზნესის მფლობელ პირებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც შეიძლება IT დეპარტამენტმა უბრალოდ არ გაუზიაროს, ან კომპეტენცია არ ქონდეს იმას, რომ გაუზიაროს. რეალურად ეს არის ჩვენი მიზანი და ჩემი მიზანიც ის არის, რომ ველაპარაკო პირისპირ ბიზნესს, რომ ეს პრობლემა გადაამოწმე, ეს კრიტიკული ის გადაამოწმე, რა ქვია, გაქვს თუ არა რეზერვების სისტემა მაგალითად. ხო, რატომ არ უნდა მოითხოვოს ბიზნესის მფლობელმა აქვს თუ არა მას რეზერვების სისტემა და როგორ მუშაობს. აქვს თუ არა სწორი სისტემა, ინფრასტრუქტურული, კრიტიკულად რაზე უნდა კრიტიკულად რა ეთიშება, დენის გათიშვისას, ინტერნეტის გათიშვისას. ეხლა მაგალითად არის დიდი კომპანიები, ყავს ქსელი ავიღოთ რა ელემენტარული, ხო, დღეს ყველასთვის ჩვენთვის კრიტიკული არის ინტერნეტი, ხო, საკმაოდ დიდი კომპანიები რომ გაგიკვირდება, ბევრი არის ისე, რომელიც ქსელს აქვს ეგეთი და ერთმანეთის დაზღვარვა იყოთ, HA ქვია, რომ ორი კონკრეტული რაუტერი ან firewall-ი მუშაობენ ერთმანეთს ახლოს, ხო? და ამ დიდ დატა და მქონია ეგეთ შემთხვევაში რომ ჩავარდნილა რა და დიდი ზარალი მიუღია რაღაცა დიდი ხნით გათიშულა რა სერვისის კონკრეტული კომპანია. ერთმანეთს აზღვევენ, ხო? გაქვს რაღაცა კონკრეტული დიდი დატა, რომელსაც ატარებს ეს კონკრეტული რაუტერი და მაგის გათიშვის შემთხვევაში არაფერი არ აქვს. და როცა ეს არის ორში აყენია, ხო, ორი ერთად აყენია, ხო, ერთ რო ითიშება, ხო, მეორე მოდის ნაფში და შენ რეალურად გაქვს იმის დრო, რომ ეს გათიშული გამოცვალო და დააყენო და ისე მოვიდეს საჭი. ორივე ჩაიქთოს დატვირთვაზე. ეს იმას არნიშნავს, რომ ერთი ყოველთვის გათიშული აქაც იგივე პრინციპი მუშაობს. რა, დატვირთ შემთხვევაში ორივე ერთმანეთს აბალანსებს რა. თუმცა დიდი ბიზნესის შემთხვევაში, რომელსაც ეს არ აქვს, ხო? ეჯახება იმ პრობლემას, რომ გაითიშება, იმის საშუალებაც არ არის, რომ ეს უცებ მოიტანო. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, თვითონ მოწყობილობას ვერ გააჩენ რა, ხარ როცა დიდი გადაწყვეტილებებზე არის საუბარი და დიდ გამტარებულნარი ან firewall-ებზე არის საუბარი, ხო? დრო უნდა, ერთი თვე უნდა, 60 დღე უნდა რომ ჩამოვიდეს, რომ გეთიშება, იმდენად კრიტიკული არის ეს მომენტი. რომ ვერც ანაცვლებ. ხები? გაიჩია, რა უნდა გავაკეთო, დაბალ გადაწყვეტილებას ვერ აყენებ, იმიტომ რომ რეალურად ვერ გაატარებს იმ დატას და იმ ინფორმაციას, რაც შენ რეალურად გჭირდებოდა. და გჭირდება და ისევ შეფეხებით მუშაობ, ხო? არის ესეთი პრობლემები ჩვენთან, რომ ეს ამას აითვალისწინებს, დააყენებს ერთს და აყენია და ჩვენ ყოველთვის ვაკეთებ რეკომენდაციას, ხო? რომ ქსელის შემთხვევაში კრიტიკული არის. ჩვენთვის ყოველთვის კრიტიკული არის ქსელი, დააყენე ორი, ერთის გათიშვის შემთხვევაში, რომ მეორე მოვიდეს ონლაინ და დაზღვეული იყო, მithumetes როცა ხშირად არასტაბილურად მუშაობს. კი ბატონო, ძალიან ხშირად. და სხვა შეს ამას მე კეიკულის გამოცდილებით ვამბობ და ჩვენზე ეს მოქმედებს, რომ კრიტიკულად მოქმედებს, ალბათ შენც იცი, რომ ტელეფონიაზე განსაკუთრებით მოქმედებს ინტერნეტის სიჩქარე.